კაპიტალის ბაზარზე კორპორატიული ობლიგაციების წილი იზრდება კერძო სექტორის სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმართულებით განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურდა. დღეს ქართული კაპიტალის ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი განთავსება დაფიქსირდა. გახდა თუ არა ობლიგაციების გამოშვება საბანკო დაფინანსების ერთგვარი ალტერნატივა და როგორ ვითარდება ფასიანი ქაღალდების ბაზარი, დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკო, მოგესალმები. დღეს კაპიტალის ბაზარზე 200 მილიონი ლარის ობლიგაციები დაილისტა. სავალო ფასიანი ქაღალდები რიკო ექსპრესმა გამოუშვა. კომპანია აღნიშნული ემისიით 2023 წელს გამოშვებული ობლიგაციების რეფინანსირებას და პორტფელის ზრდას გეგმავს. როგორც აღინიშნა ბიზნესი კაპიტალის ბაზარზე ბოლო პერიოდში უფრო მეტად აქტიურობს კერძო სექტორის შეფასებით ეტაპობრივად ობლიგაციების გამოშვება დაფინანსების ალტერნატიულ წყაროდ ყალიბდება და საბანკო სექტორს საპროცენტო განაკვეთების კუთხითაც უწევს რეალურ კონკურენციას. წელს ლარის ობლიგაციების წლიური განაკვეთი საშუალოდ 11-12%-ის ფარგლებში მერყეობს, დოლარის შემთხვევაში კი 8.9%-ია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით კორპორაციული ობლიგაციების ჯამმა 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. წლის ბოლომდე კიდევ არის დაგეგმილი რამდენიმე განთავსება. შესაბამისად მოლოდინია, რომ მიმდინარე წელი ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის ერთ-ერთი რეკორდული და გამორჩეული იქნება. ობლიგაციების გამოშვების საჭიროება რამოდენიმე ასპექტი არსებობს. პირველ რიგში ეს არის დივერსიფიკაცია, იმიტომ რომ დივერსიფიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ერთი. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ძალიან რთული არის ხანგრძლივი დაფინანსების მიღება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბონდი რატომ არის მიმზიდველი და უშუალოდ კომპანიისთვის და სხვა კომპანიებისთვის შეიძლება მიმზიდველი იყოს ანალოგიური ბონდი, ის არის, რომ ეს არის 5 წლიანი დაფინანსება ლარში, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ რთულია, რომ კლასიკური ბანკის პროდუქტით მოიზიდო. ჩვენი კაპიტალის ბაზარი ვითარდება, წლევანდელი წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ამ თვალსაზრისით, უკვე კორპორატიული ობლიგაციების გამოშვებული ემისიების, ესე იგი ჯამმა გადააჭარბა 1.5 მილიარდ ლარს და წლის ბოლომდე კიდევ ველოდებით რამოდენიმე განთავსებას და ის პრაქტიკულად ჩამოყალიბდა როგორც ფინანსებზე წვდომის და ფინანსების მოზიდვის ბანკების ალტერნატიულ შესაძლებლობა. როგორც იცით, გასული წლიდან ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერი პროგრამა მოქმედებს. პროგრამას სააგენტო აწარმოებს საქართველოში ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სააგენტო ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში უკვე 10-მდე კომპანიას დაეხმარა და ჯამში 20-მდე ემისია განახორციელა. სექტორის მიხედვით რამდენიმე მიმართულება ლიდერობს, მათ შორისაა საფინანსო და დეველოპერული კომპანიები. ბაზარზე გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების 50%-ზე მეტი სააგენტოს მიერაა მხარდაჭერილი. მომდევნო წლიდან კი შესაძლოა პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის მიმართულებით მომდევნო წლიდან ასევე რიგი საკანონმდებლო ცვლილებებიც იგეგმება. კერძო სექტორი ხედავს საჭიროებას, აუცილებლობას ფასიანი ქაღალდების გამოყენების უფრო და უფრო მეტად მოტივირებული არის გამოიყენოს ის და რა თქმა უნდა ჩვენ თუ შევხედავთ ყველა განვითარებულ ქვეყანას, ყველა განვითარებულ ქვეყანას ახასიათებს ერთი და იგივე, რომ ყველგან არის ძალიან კარგად განვითარებული კაპიტალის ბაზრები და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ უკვე ძალიან მალე არაერთი, არამედ უკვე მეორე პროგრამაც გვექნება და ძალიან მალე მცირე და საშუალო ბიზნესის კერძო ფონდის ჩამოყალიბებასაც გეკეთებთ. წლის ბოლო მონაცემებით 5.5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს ემისიების ოდენობა და აქედან ნახევარზე მეტი იქნება უკვე კორპორაციული ობლიგაციების ემისია, რაც ცალსახად მეტყველებს ძალიან აქტიურ განვითარებაზე ამ ბაზრის და რა თქმა უნდა სახელმწიფოს მხარდაჭერა გაგრძელდება როგორც საკანონმდებლო ნაწილში და მომავალ წელს საგაზაფხულო სესიაზე მთელი რიგი ახალი საკანონმდებლო ინიციატივები იქნება, მათ შორის წარდგენილი, მათ შორის მაგალითად უძრავი ქონების ტრასტების კანონმდებლობა, ფაქტორინგის კანონმდებლობა უკვე პარლამენტშია და იმედი მაქვს, რომ მიღებული იქნება საგაზაფხულო სესიებზე, ასევე ხელშეწყობილ მექანიზმებზეც მუშაობთ და მოხდება მათი გამრავალფეროვნება და კიდევ უფრო ტარგეტირება იმ საჭიროებებზე, რაც აქვს კერძო სექტორს კაპიტალის ბაზრის ნაწილში. ცნობისთვის გეტყვით, რომ 2024 წელს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა 2 მილიარდ ლარს აჭარბებდა. აქედან დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარი დოლარში დენომინირებული ობლიგაციები იყო, ხოლო 675 მილიონი ლარის ემისიებზე მოდიოდა. მადლობა ქრისტინე გამთენაძე, საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.